ქართული ოცნება ერთ-ერთი საარჩევნო დაპირების ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმების პროცედურებს იწყებს. ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონ-პროექტის მიხედვით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 36 მუხლს მეორე პუნქტი დაემატება. რას ნიშნავს ეს? საჩივრის საფუძველზე თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ხელისუფლების ძალადობით შეცვლისთვის დგამს ქმედით ნაბიჯებს, ის გაუქმებულად გამოცხადდება. ამის გარდა ამ პარტიაში მყოფ ადამიანებს არც მომავალში მიეცემათ სხვა პარტიის დაფუძნების უფლება. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს და სუვერენიტეტს იცავენ და ამაში ანტიდემოკრატიულს ვერაფერს ხედავენ. პოლიტიკური პარტიებად აღარ იწოდებიან გარკვეული სუბიექტები, რომლებიც გაერთიანდნენ მთავარი ლოზუნგის ქვეშ. და როდესაც ზედაპირზე ამოვიდა ყველაფერი, რასაც ისინი ამ ტიპის განმავლობაში კონსპირაციულად ან ნაწილობრივ კონსპირაციულად ახორციელებდნენ. ეს არის დესტაბილიზაციის ცდილობა. აშკარად დაიწყო უკვე ცდილობა ორგანიზება ეკონომიკური ზარალის მიყენებისათვის. ამის ჩამდენი, მით უმეტეს დაფინანსებული, მით უმეტეს ქვეყნიდან მომავალი სცენარით, მით უმეტეს deep state-ის ხელმძღვანელობით და უშველებელი კონსპირაციული ქსელით, რასაკვირველია, ვეღარ შეიძლება იწოდებოდეს პოლიტიკურ პარტიად. რამდენად სამართლიანია სხვა არის. მაგრამ პოლიტიკურ პარტიად აღარ იწოდება ის, რომელიც მაგალითად ფიქრობს ფაშისტური სტანდარტის დანერგვას. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც აიკრძალოს. დიქტატურის გაფორმების მცდელობად აფასებენ მათი პოლიტიკური ოპონენტები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამას მმართველი გუნდისა და უპირველეს ყოვლისა ქვეყნის დემოკრატიულობისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. მათივე თქმით, სხვა რეპრესიული კანონების მიღებასთან ერთად პარტიების გაუქმება წინააღმდეგობის მუხტს კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს არის კლასიკური დიქტატურის მანიშნებელი, როდესაც პერსონიფიცირებულია რაღაც კოლექტიური პასუხისმგებლობა დგება. ჩვენ არავითარი შიში არ გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ პარტიას გაუქმებენ, არაუშავს ის ადამიანები, რომლებიც ხარს უჭერენ ჩვენ პარტიას და დგანან ჩვენს გვერდით, გააგრძელებენ ბრძოლას ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ივანიშვილისთვის მაინც ძალიან ძვირი დაჯდება, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებით, იმიტომ რომ პარტიებს და კონკურენტებს ძლიერები არ გზავნავენ. ეს სისუსტის და სუსტი პოლიტიკური ორგანიზაციის მანიშნებელია. პარტიების აკრძალვა ხდება დიქტატორულ რეჟიმებში. ეს არის ლეგალისტური გზა, რომ მათ დაამყარონ რაღაცა დიქტატურა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა საფუძვლით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ლაპარაკობთ პარტიების აკრძალვაზე, ესე იგი იმ პირთა სია, ვისაც უნდა აკრძალოს საქმიანობა, უნდა დაადგინოს მაგალითად ნაცმათ ენგის შარმანაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ელჩი იყო ერევანში და ნამდვილად ეს ყველაფერი არის ცდილობა რომ ყურადღება გადაიტანონ ადამიანების რეალურ პრობლემებზე, უმძიმეს სოციალური ფონიდან, იმ უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან და პოლიტიკური კატასტროფიდან, რაშიც ქვეყანას ამყოფებს ქართული ოცნება. ამიტომ არასერიოზულია ეს ყველაფერი. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებით სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელი შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში 14 დღეში. პარტიის აკრძალვის ან თვით ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა. ქართული ოცნება აპირებს, რომ ეს ცვლილება ერთხმად და დაჩქარებულად მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღოს. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.